როგორც ხედავთ, აქ გვიხატია ბაბუაწვერა და ორივე მცენარე არის ბაბუაწვერა. არ ვიცი, რამდენად ყველა მიცის ეს, მე ძალიან გვიან გავიგე, გვიან გავიაზრე ბავშვობაში, ბავშვობაში, მაგრამ გვიან, რომ მარცხენა ყვავილი, როცა ასაკში შედის, იქცევა მარჯვენა ბაბუაწვერად. და ეს ბაბუაწვერა თავის აი ამ პატარა თესლებს, რომლებიც გარშემო აქვს, სხვადასხვა გზით ავრცელებს. და როცა ეს ხდება, თესლი აღმოჩნდება მიწაზე და აქედან ბოლოს იზრდება ახალი ბაბუაწვერა და ციკლი მეორდება. მაგრამ რატომ იქცევა ასე ეს მცენარე? რატომ იქცევა ბაბუაწვერად? რატომ არის ყვითელი? მიუხედავად იმისა, რომ ტვინი არ აქვს, საიდან იცის, რომ საკუთარი თესლები უნდა გაავრცელოს გარემოში? ეს კითხვები არის საკმაოდ კომპლექსური. და იმისთვის, რომ მათზე პასუხის გაცემა დავიწყოთ, ჯერ მოდი ვისაუბროთ იმაზე, რას აქვს გავლენა ამ მცენარის ზრდაზე და განვითარებაზე. და რეალურად ამას რომ დავაკვირდებით, გამოგვივა, რომ ყველა სხვა ცოცხალი არსებისთვისაც ვსვამთ იგივე კითხვას, რომ რას აქვს გავლენა მათ ზრდაზე და განვითარებაზე. მოდი ჯერ გავიმეოროთ, რა არის გენები. გენები წარმოადგენენ მემკვიდრეობით მასალას ორგანიზმის უჯრედებში. მათში შენახულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თვისებები ექნება ორგანიზმს. ასე რომ პასუხი იმაზე, თუ რატომ არის თავიდან ეს მცენარე ყვითელი და შემდეგ თეთრად რატომ იქცევა და თან ფორმაც ეცვლება, არის გენებში. ნებისმიერ გავლენას, რომელიც გენებს აქვთ იმაზე, თუ როგორ გაიზრდება ორგანიზმი და როგორ ჩამოყალიბდება, ეწოდება გენეტიკური ფაქტორი. ასე რომ თუ ავიღებთ მაგალითად ორ ბაბუაწვერას და ვნახავთ, რომ თესლების რაოდენობით განსხვავდებიან, ერთს მეტი აქვს ვიდრე მეორეს, ეს ყველაფერი დადის იმაზე, თუ კონკრეტული გენის ან გენების რა ვარიაცია აქვს ერთს და მეორეს. და ამ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსხვავების მიზეზი არის გენეტიკური ფაქტორი. არის მეორე რაღაცაც, რასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ გაიზრდება ბაბუაწვერა. და ეს არის მისი გარემო. რა არის ორგანიზმის გარემო? ორგანიზმის გარემოს უწოდებთ იმ პირობების სიმრავლეს, რომელშიც ორგანიზმი არსებობს თავისი ცხოვრების განმავლობაში. ბაბუაწვერასთვის ეს პირობებია მაგალითად ტემპერატურა, რა რაოდენობის სინათლეა, რა რაოდენობის წყალია და რა საკვები ნივთიერებებია მიწაში. გარემოს ნებისმიერი სახის გავლენას ორგანიზმის ზრდაზე ან მის განვითარებაზე ეწოდება გარემო ფაქტორი. ანუ მაგალითად თუ გვაქვს ორი ბაბუაწვერა და ერთი უფრო დიდ ხანსაა მზეში ვიდრე მეორე და შედეგად უფრო დიდი იზრდება, ვიტყვით რომ ეს არის გარემო ფაქტორის გამო. ოღონდ ამ ფაქტორებს მხოლოდ მცენარეებზე არ აქვს გავლენა. გენეტიკა და გარემო ცხოველებზეც ახდენს გავლენას. მაგალითად ავიღოთ ძაღლები. ალბათ გინახავთ რომ უამრავნაირი ძაღლია, ხო? ძალიან ბევრნაირი ზომის, წონის, ფორმის, ფერის და ასე შემდეგ. და ყველა მათგანს გააჩნია თავისი უნიკალური თვისებები. ამის დანახვა ძალიან მარტივია, უბრალოდ სხვადასხვა ჯიშის ძაღლს თუ შევხედავთ. მაგალითად, მოპსის აქვს ძალიან მიჭყლეტილი სახე და Golden Retrievers აქვს გრძელი მოოქროსფრო ბალანი. ამ თვისებებს ძირითადად განაპირობებს ის თუ რომელ ძაღლს რა გენეტიკა აქვს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის გენეტიკური ფაქტორებით განპირობებული. მაგრამ ძაღლებზე გარემო პირობებსაც აქვს გავლენა. მაგალითად, რამდენად ბევრი საკვები აქვს ძაღლს, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად დიდი გაიზრდება ზომაში. რას ისწავლის სხვა ძაღლებისგან ან ადამიანებისგან, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება მისი ქცევა. მაგალითად, როცა ძაღლს ასწავლით რაღაცა ახალ ხრიკს, რომ თქვათ დაჯდეს. და ახლა უკვე იცით რა გავლენა აქვს გენეტიკას და გარემოს ორგანიზმებზე და იმაზე თუ როგორ გაიზრდება ორგანიზმი და ჩამოყალიბდება. მოდი პატარა შეჯამება გავაკეთოთ იმის, თუ რა ვისწავლეთ ამ ვიდეოში. პირველ რიგში ვთქვით, რომ ორი ძირითადი ფაქტორია, რომელსაც გავლენა აქვს ორგანიზმის ზრდაზე. და ესენია გენეტიკური და გარემო ფაქტორები. გენეტიკური ფაქტორები განპირობებული არის გენებით, რომლებსაც ორგანიზმი იღებს თავისი მშობლებისგან. ხოლო გარემო ფაქტორები არის ის პირობები, რომელშიც ორგანიზმი არის თავისი ზრდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შემდეგაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ზრდაზე და ჩამოყალიბებაზე ვლაპარაკობთ და ამიტომ. ეს ფაქტორები გვაჩვენებს, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს რაღაც საერთო აქვს, მაგალითად ის, რომ ამ ფაქტორებს მათზე გავლენა აქვთ, იქნება ეს ძაღლი თუ ბაბუაწვერა. და რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ და ინტერაქცია მათთან განსხვავებულია, ანუ ვერ ვასწავლით ბაბუაწვერას რომ დაჯდეს, მაგრამ საინტერესო რაცაა და რასაც ვსწავლობთ აქედან, არის ის, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი უნიკალურად გადის თავისი ზრდის და განვითარების პროცესს, იმიტომ რომ გააჩნიათ თავიანთი უნიკალური გენეტიკა და თავიანთი უნიკალური გარემო.